მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსაწყო ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რადგანაც ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამორჩეთ ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარებში. ახლა კი დავიწყოთ. ინტერ მაიამისა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი ბარსელონაში უახლოეს მომავალში დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ალექს სკანდალი აღწერებს. ეს ის ინსაიდერია, რომელმაც მესის ინტერ მაიამისში გადასვლა პირველმა დაანონსა. წყაროს ინფორმაციით არგენტინელი მზად არ არის კარიერა მანამდე დაასრულოს, სანამ განახლებულ კამპ-ნოუზე არ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მესი ბარსელონას აღზრდილია და ის კლუბში 2004-დან 2021 წლამდე თამაშობდა. არგენტინელმა ბრაუგრანას შემადგენლობაში 778 მატჩი ჩაატარა. სადაც თავი 672 გოლითა და 303 ასისტით გამოიჩინა. მესიმ ბარსასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი 10 ჯერ მოიგო. ჩემპიონთა ლიგა კი 4 ჯერ. ლეო ინტერ მაიამიში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. კლუბთან მისი მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდეა გათვლილი. ტრანსფერ მარკეტზე მესის საბაზრო ღირებულობა 20 მილიონ ევროს შეადგენს. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ბარსელონაში დაბრუნება ნეიმარ ჟუნიორის დიდი სურვილისაა. ნეიმარის გარემოცვამ ბარსელონასთან ბრაზილიელი ფეხბურთელის პოტენციურ გადასვლასთან დაკავშირებით წინასწარი მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი დევიდ ორშტეინიძერს. მესის წყაროს ინფორმაციით კატალონიურ კლუბში დაბრუნება სანტოსის თავდამსხმელის პრიორიტეტს წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციის 23 წლის ფეხბურთელის ბარსაში გადასვლას ბევრი გარემოება უშლის ხელს, თუმცა ეს მაინც შესაძლებელია. ნეიმარი ბლაუგრანაში 2013-დან 2017 წლამდე თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე 186 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 105 გოლითა და 76 ასისტით გამოიჩინა. უთფორდის მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქელევერიმ გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლუტონთან მატჩის შემდგომ ქართველ ფეხბურთელს კუნთების კრუნჩხვა ჰქონდა, რის გამოც შეიძლება 1 მარტს ტოსტიტისგან გასამართი მატჩი გამოტოვოს. ქელევერის თქმით, ჩაკვეტაძის გარდა კიდევ 3 ფეხბურთელის თამაშია საეჭვო. ფიქრობ, გიორგის კუნთების კრუნჩხვები აქვს, ასევე კევინ კებენს და იესერ ლაურჯის. ბარძაყის არეში აქვს ტკივილი. ჯეი მორის კი ტერფის მცირე დაჭიმულობა აქვს. ჯერ არ ვიცით, მაგრამ შესაძლოა, რომ ყველა მათგანი შაბათის მატჩისთვის კარგად იყვნენ. ან ვერცერთმა ვერ ითამაშოს. უნდა დავველოდოთ და ვნახოთ რა იქნება. ცნობისთვის გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიპის გასულ ტურში ლუტონის წინააღმდეგ 2-0 მოგებულ მატჩის საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 2 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ასის შემდეგ გიორგი მამარდაშვილს სტატია კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ მარკამ მიუძღვნა. ვალენსიას მამარდაშვილის საუკეთესო ვერსია აკლია. ასეთია მისი სათაური და მარკას მიმდინარე სეზონში მამარდას მიერ ნაჩვენებ თამაშს ეხმაურება. მიმდინარე სეზონში ვალენსიას სატურნირო ცხრილის გასავართ ზონაში 150 დღე აქვს გატარებული. ერთ-ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც გვეხმარება გავიგოთ გუნდის რეგრესი რამ განაპირობა, დაცვაში თამაში და გაშვებული გოლების რაოდენობა. ვალენსიას 51 ბურთი აქვს მიღებული და მასზე მეტი გოლი მხოლოდ ლას პალმასა და ვალიადოს გაუშვიათ. ხამურებს ალავესზე, ლეგანესა და სელტაზე ოდნავ უკეთესი შედეგი აქვთ. მართალია დაცვაში კარგი თამაში მთელი გუნდის საქმეა, მაგრამ დაცვის გარდა აუცილებელია ყურადღება გიორგი მამარდაშვილის ასპარეზობასაც გავამახვილოთ. გასულ სეზონში განსაკუთრებით წინაში მამარდაშვილი გუნდის გადამჩენელი იყო. მიმდინარე გათამაშებაში კი ის ვეღარ ბრწყინავს, როგორც წინებში. ზაფხულში ქართველი მეკარე ლივერპულში გადავიდა და საუკეთესო გამოსამშვიდობებელი წელიწადი ნამდვილად არ აქვს. მიმდინარე სეზონში ვალენსიას მეკარე მონაწილეობა 21 შეხვედრაში მიიღო. 6 მატჩი კი ტრავმის გამო გამოტოვა და მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში სტოლე გამოჩნდა, რომელიც თავის შანსს ელოდებოდა. 2024-25 წლების გათამაშება მამარდაშვილის ვალენსურ კარიერაში ყველაზე ცუდია. მან 35 გოლი გაუშვა და კარში წასული ბურთების მხოლოდ 58.3% მოიგერია. გიორგი მკარი მშრალად 5 ჯერ შეინახა და გრაფაში, რომელიც მეტოქე გუნდების დარტყმების გაშვებულ გოლებს აკლებს, მინიმუმ 5.59 უწერია. გასულ სეზონში, როცა ყველაზე მეტად გაიბრძინა, მას 108 სეივი ჰქონდა და კარში წასული ბურთების 72.5% მოიგერია.
21 გოლი გაუშვა და კარიმ შრალად 13-ჯერ შეინახა. მეტოქეთა დარტყმებისა და გაჩვენებული გოლების ხრივ კი 9.26 დააფიქსირა, რაც ნიშნავს, რომ ვალენსია 9.26 გოლისგან იხსნა, როცა მიმდინარე სეზონში -5.59 აქვს. 22-23 წლების სეზონში მამარდაშვილმა 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3420 წუთი ითამაშა და 45 გოლი გაუშვა, თუმცა 105 სეივი ჰქონდა და კარში წასული ბურთების 70% მოიგერია. სადებიუტო სეზონში გიორგიმ 18 შეხვედრაში კარიმ შრალად 8-ჯერ შეინახა და კარში წასული ბურთების 73.3% მოიგერია. 20 გოლი გაუშვა და 55 სეივი ჰქონდა, რამაც ახალგაზრდა მეკარის პოტენციალი აჩვენა. შეგახსენებთ, რომ ვალენსიას 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს მე-18 პოზიციაზე იკავებს. ხამურები მომდევნო შეხვედრას 3-1 გამართავენ და ოსასუნას დაუპირისპირდებიან. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ლიქვიფე იწმუნება, რომ ლიონი პარი სენ-ჟერმენს პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის ასოციაციაში ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე უჩივის. ფონესკას გუნდში თვლიან, რომ კვარასმა წინააღმდეგ არ უნდა ითამაშა. წყაროს ცნობით ლიონმა საჩივარი უკვე შეიტანა და ამტკიცებს, რომ ქართულ ფეხბურთელს თამაშის უფლება არ უნდა ქონოდა და პარი სენ-ჟერმენი ფეარ პლეის პრინციპებს არღვევს. ოფიციალურ საჩივარში ლიონის პრეზიდენტმა ჯონ ტექსტორმა დაწერა. ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენში გადასვლა მხოლოდ კლუბის დაფინანსების გამო გახდა შესაძლებელი. ეს კი უცხოური სუბსიდების აკრძალვის რეგულაციას ეწინააღმდეგება. ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტის დამტკიცება და მისი რეგისტრაცია როგორც ახალი მოთამაშე არღვევს პროფესიონალური ფეხბურთელის ლიგის ასოციაციის ადმინისტრაციულ დებულებებს. ლიონი კერძოდ ეყრდნობა 2024-25 წლების დადგენილი წესების 556 და 560 მუხლებს. 560 მუხლი ადგენს, რომ ფეხბურთელის კვალიფიკაციის ან მონაწილეობის ერთ-ერთი დებულების დარღვევის შემთხვევაში თანმღვევი გუნდი წაგებით უნდა დაისაძროს, თუმცა მომჩივანი კლუბი ქულების დაწერის პრივილეგიით არ სარგებლობს. ასევე უნდა გაუქმდეს დარღვევის გუნდის მიერ გატანილი გოლებიც. ცნობისთვის სულ ცოტა ხნის წინ ლიონის მფლობელმა საჯაროდ დაგმო ის ფაქტი, რომ პარი სენ-ჟერმენი კატარის სახელმწიფო დაფინანსდება. ეს არის ომის ახალი ეპიზოდი, რომელშიც ორი კლუბის პრეზიდენტი რამდენიმე თვეა იბრძვის. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ლიონთან შესანიშნავად იასპარეზა. საგოლე პასი მიისვა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ფრანგი ჟურნალისტი პიერ მენესი, რომელიც ამ ყველაფერს სასაცილოს უწოდებს და ფრანგული ფეხბურთისთვის საზიანო ქმედებებში ბრალს ორივე კლუბს დებს. კვარას წინააღმდეგ ლიონის საჩივარი ისეთივე სასაცილოა, როგორც პარიზელთა მხრიდან ალმადას ტრანსფერის გასაჩივრება. ორივე კონტრაქტი კანონიერად არის დარეგისტრირებული. თუმცა ტექსტორი და ხელაიფი ბავშვ ბრძოლას მაინც აგრძელებენ, რაც საბოლოოდ ფრანგული ფეხბურთისთვის არის საზიანო. ახლა ეს ნამდვილად აღჭირდება. აქვე გვეტყვით, რომ კალციო მერკადოს მიხედვით ქართველი გარემარბის რეალური ფასი 80 მილიონი ევროა და არა 60, როგორც ადრე გვაუწყეს. აქედან 24 მილიონი პარი სენ-ჟერმენმა იანვარში გადაიხადა. დარჩენილ 56 მილიონს კი პარი სენ-ჟერმენი 4 ნაწილად დაფარავს და ნაპოლის 14 მილიონს გადაურიცხავს. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო. ასევე არ დაგავიწყეთ გამოიჭროთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.